უყურებთ ქრონიკის სპეციალურ გამოშვებას კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი უნდა დაიწყოს, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. სრულად გთავაზობთ ანრი ოხანაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს, რომელსაც უწყება ავრცელებს. მართლ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ. 2016 წლიდან შევერთდი მართლ გუნდს, სადაც 8 წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდი საპარლამენტო ცხოვრებაში, ხოლო მოგვიანებით იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე განვაგრძე საქმიანობა. სახელმწიფო სამსახურში ჩემი 9 წლიანი საქმიანობა იყო საკმაოდ შრომატევადი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სავსე. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. მიხარია, რომ მართლ გუნდთან ერთად საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და გაძლიერებაში. სურს მადლობა გადაუხადო მართლ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლიერება სურს გამოხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩემდამი გამოცხადებული დიდი ნდობისა და მუდმივი გულშემატკივრობისთვის. როგორც უკვე განვაცხადე, საქმიანობას გავაგრძელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. სურს დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ შესაძლებლობისთვის. დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოება ახალი გამოწვევების წინაშეა, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებასა და საპასუხო ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ცოდნა და ამეხმარება წარმატებით გავართვა თავი ანალიტიკურ საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამავე დროს ვრჩები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ გულშემატკივრად. სურს დიდი მადლობა გადაუხადო სამსახურის პირად შემადგენლობას ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის. წარმატებას უსურვებს სამსახურის მომავალ ხელმძღვანელს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს. ეს არის ანრი ოხანაშვილის ტექსტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს, პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა და მან ამის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბრობს, რომ მართლ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება და ტოვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას. და ის ინიშნება პრემიერის მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში. და ამ წუთებში იწყება პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი და ჩვენ მას გთავაზობთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. როგორც მოგახსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ბატონმა ანრი ოხანაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა. მე მინდა მას პირველ რიგში მადლობა გადაუხადო, მიუხედავად იმისა, რომ მცირე დროის განმავლობაში ახორციელებდა ის სამსახურის უფროსის მოვალეობა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სამსახურში, რაშიც მას პირადად რა თქმა უნდა განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მადლობა მას ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი უსაფრთხოების გამტკიცებას. ასევე მოგეხსენებათ, რომ ის დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. როგორც მოგეხსენებათ, გამოწვევები არის საკმაოდ ბევრი ჩვენი ქვეყნის წინაშე, არის საკმაოდ რთული კომპლექსური ვითარება ჩვენს გარშემო, არის გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებთან, ევროკავშირთან ურთიერთობებთან, ასევე რეგიონში არის საკმაოდ კომპლექსური ვითარება. ასეთ პირობებში ანალიტიკურ მუშაობას ამ საკითხებზე ენიჭება ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში აწარმოებს სწორედ ასეთ ანალიტიკურ სამუშაოს. მიზანი იქნება, რა თქმა უნდა, ინფორმაციის დამუშავება და ამის საფუძველზე რეკომენდაციების შემოშუება ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. რაც შეეხება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას პროცედურა, როგორც მოგეხსენებათ, ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენას, მას შემდეგ რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას. ამ პროცედურების დაცვით და გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას არ ჯერდება განსაკუთრებული წარდგენა. ცალკე აღნიშნავ უბრალოდ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ზოგადად დანაშაულთა ბრძოლის კუთხით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით და ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები არის უკვე შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში აღმოვხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შეუძლია სერიოზული წვლილის შეტანა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია დანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის გამოკვეთით ვიტყვი, განსაკუთრებული პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან ერთად ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი ენიჭება სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება ძალიან მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას შესაბამისად მინდა უსურვო დიდი წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. დიდი მადლობა. ეს იყო პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი და ქრონიკის სპეციალური გამოშვება. ქრონიკა ეთერში 19 საათზე უკვე თეა სიჭინავესთან ერთად დაბრუნდება. მადლობა რომ გვიყურეთ.